2500 მონაწილე და 50-მდე ქვეყნის ლიდერი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მიმდინარე 43-მე ფორუმში ქართული დელეგაციაც მონაწილეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიმართა ფორუმის მონაწილეებს. დაგეგმილი ასევე შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის პირველ დღეს კი პრემიერი უკვე შეხვდა სოროსის ფონდის დამაარსებელ ჯორჯ სოროს. სახელმწიფო ლიდერებთან და ბიზნესმენებთან ერთად ფორუმს ასევე ესწრებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის მწერლები და მსახიობები. ჩვენი კორესპონდენტი დღეს პაულო კოელიოს ესაუბრა. კვანცა პაპავაძე აშუქებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს და ის ახლა დავოსიდან ისაუბრებს. კვანცა, გისმენთ. ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მანამდე ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ჯორჯ სოროს და ასევე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის. მისი განცხადებით საქართველოში აუცილებლად შეიქმნება რეალური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკა აღორძინებას დაიწყებს. ქართული ჟურნალისტებისთვის შეხვედრის დაწყებამდე ასევე კომენტარი გააკეთა ჯორჯ სოროსმა. მისი განცხადებით საქართველოს დელეგაციას საერთაშორისო შეხვედრებზე ძალიან კარგი და საინტერესო შეთავაზებები აქვს. პრეზენტაციას ალბათ არ დავარქმევთ, მაგრამ მე საქართველოსზე და ჩვენ საქართველოს ინტერესებზე და ეკონომიკურ ინტერესებზე ძალიან ბევრი შეხვედრა მექნება. ნუ ახლა როგორ მოგიყვეთ არ ვიცი, ახლა რომ დავაინტერესოთ და რეალობა ავხსნათ, იქაც დამისვა შეკითხვა ამ ფორუმზე დღეს, რომ რამდენად ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო იქნება მომავალში, თითქოს ხმები ჩამოდის, რომ იქ შეიცვალა რაღაც მეოთხე პირიქით, შეიცვალა უკეთესობისკენ. დავოს ვფიქრობ, საქართველოს საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანებებს ძალიან საინტერესო გარემოს თავაზობს. წინა მთავრობამ შექმნა დამოუკიდებელი და თავისუფალი საკანონმდებლო ორგანო. ეს სწორად წინა მთავრობის კეთილი ნების დამსახურება იყო, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს პრეზიდენტი ახდენდა. დასვა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, თუმცა მის გამოსვლამდე წარმოადგინეს სამი ეგრეთ წოდებული სცენარი, რომელთაგანაც ერთ-ერთი წარმოადგინა რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა. მისი განცხადებით ეკონომიკური არასტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი ინსტიტუციონალური რეფორმების არარსებობაა, თუმცა დიმიტრი მედვედევმა უფრო პოზიტიურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რუსეთი არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, თუმცა გარე რისკები დიდი საფრთხის შემცველია. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. განვითარება, გაზრდა და ეფექტურობის ზრდა, ასევე კონკურენტული გარემოს შექმნა იქნება რუსეთის 2013 წლის მთავარი პრიორიტეტები. С другой стороны, неправильно считать, что мы стоим на месте. არასწორია ვთქვათ, რომ ერთ ადგილზე ვდგავართ. მინდა პირდაპირ თქვა, რომ საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იქიდან, რაზე ჩვენ ვლაპარაკობდით და ეს უნდა დაინახო. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით დაოშიც პირდაპირ ამ სცენიდან. დავოსის ეკონომიკურ ფორუმში სახელმწიფო ლიდერების, ეკონომისტებისა და ბიზნესმენების გარდა ასევე მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი ადამიანები. აქ უკვე მე-11 იღებს მონაწილეობას პაულო კოელიო. მან ქართულ მკითხველს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მის შემოქმედებას კარგად იცნობენ. But of course I love your country, I love your people. Only 2 words is only 2 words, please, only 2 words. 11 წელია მონაწილეობ. მე ვარ შუაბური ფონდის წევრი, რომელიც დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე ზრუნავენ, მაგრამ არ აქვთ მხარდაჭერა. ეს არის ჩემი როლი ამ სამიტზე. ხოლიდან კი უკვე დაგეგმილია არაფორმალური შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან. უკვე გადაწყვეტილია, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვდება უკრაინისა და შვეიცარიის პრეზიდენტებს. მე შეგახსენებთ, რომ 2004 წლის შემდეგ საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ოფიციალურად პირველად მიიწვიეს.